ესე იგი, ჩვენი ერთ-ერთი მსმენელია ლევანი, რომელმაც დააკომენტარა რაღაცა ძველი ამბები გაიხსენა, მე რო წიგნზე მუშაობ ის საკითხი რა და ერთ ისე თქვა ხარდაჭერა გამოთქვა რა, როდის გამოვა შენი წიგნიო, ვინც იცით ადრეც თქვი და ერთი თავი წაგიკითხეთ და მინდა ახლა კიდე ერთი თავი წაგიკითხოთ რა ამ წიგნიდან, იმიტომ რომ დასამთავრებელი ანუ და მოგეთ ერთხელ დაიწელა, მაგრამ ეს იყო პირველი ვერსია, მოგეთ თავიდან მოხდა, მეორედ მოხდა თავიდან დაწერა რა. რამდენად 13 წელი ამ წიგნზე მუშაობ. უბილიკო საქართველო ქვია. თვითონ წიგნების სერიას ქვია უბილიკო საქართველო. პირველ ტომს ქვია ბრაკონიერებზე მონადირე. იქნება მეორე ტომი და მე მესამე ტომი. მოგეთ ტრილოგია იქნება რა. ეს მინიმუმ. ყველაფერი თუ კარგად იქნება ნახოთ რა. მოკლედ უბილიკო საქართველოს პირველი ტომი არის ბრაკონიერებზე მონადირე. ერთი თავი წავიკითხე, მე მგონი მბრუნავი ღამე. ნუ ეგ რაც დავწერე, ეგეთ რამე რა ვიცი. სოფლიო ლიტერატურას არ ახსოვს ისეთი რაღაცა, მანდ ისეთი რაღაცა წერია. ისე არის ხატოვნად გადმოცემული საერთოდ ბუნება და ღამე, არ ვიცი რა, ჩვეულებრივი შედევრია რა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაწერილია. აი, შედევრია, რასაც ქვია. ხო, ეს ახლა ჩვეულებრივი თავია, მაგრამ საინტერესო შუა ნაწილიდან არის, შეიძლება 25-26 თავი იყოს, მოკლედ პირველი ტომის შუა ნაწილიდან არის. შეგახსენებთ ახლა სიუჟეტი როგორ ვითარდება, რომ 2050-იანი წლებია, ეს ბენი 2050, მაგიტომ აწერია ზოგადად რომ იცოდეთ. 2050-იანი წლებია საქართველოში, ან ფენტეზისა და დისტოპიური ჟანრის ნარევია რა. 2050-იანი წლებია, 50 წელზე მეტი რა, რაღაცა მე დავაზუსტებ თარიღებს. ხო და 50-იანი წლებია და ქვეყანა არის დაცლილი ადამიანებისგან და ესე იგი მსოფლიო მმართველობამ შემოუშვა აქ ბრაკონიერები რა, ბრაკონიერებთა გარნიზონები რა. აი დაახლოებით რა ტიპის ექშენია იცით? შეშლილი მაქსი რო არის, აი ეგეთი ვარიანტია, ოღონდ ბრაკონიერთა გარნიზონი არის ესე ვთქვათ სამდონიანი ქალაქია. მესამე დონე ძველი ეპოქის ტექნიკით ცხოვრობს, რომლებიც ბამბუკის სახლებით გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. მეორე დონე მებრძოლთა არმია იქნება, რომელიც პირველ და მესამე დონეს იცავენ. მათ 21 საუკუნის დასაწყისის, ანუ ამ მეორე დონეს აქვს 21 საუკუნის დასაწყისის შეიარაღება, ანუ ჩვენი დროის შეიარაღება აქვს. და პირველი დონე, რომელიც იმ დროინდელ 2050-იანი წლების ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს პირამიდების ჩასასვლელების მოსაძებნად რა. ერთ-ერთი წარმომადგენელი არის პლიბერი, ესეთი გამოგონილი სახელებია, პლიბერი, მსოფლიო მმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის პლიბერი რა, რომელმაც გამოგზავნა ეს გარნიზონი და ამ პირველ დონეზე ვინც არის, ეგენი არიან კვლევართა ჯგუფი რა და ეძებენ პირამიდებს და პირამიდების ჩასასვლელებს რა, მთები რომლების პირამიდებს გავს საქართველოში და აფეთქებენ და ანგრევენ აი ამ პირამიდებს რა, რომ რომელიღაცა ჩასასვლელს, კონკრეტულ ჩასასვლელს ეძებენ და ამ გარნიზონის მეთაური არის კრაუერი რა და ამ კრაუერს აქვს მარტო სქემა. კრაუერს ყავს მოადგილე და ანდროიდი რობოტი რა. ესეთი სიუჟეტია, რომელსაც ადამიანისგან თითქმის ვერ გაარჩევ. დაჟე იტყუება, იუმორის გრძნობა აქვს, მაგ დროისათვის უკვე ზე განვითარებული რობოტია რა, ანდროიდია რა. აი ფილმებშიც რო არის უცხოში და იმაში, აი ეგეთი რობოტია რა. ხო და მოკლედ კრაუერს აქვს ეს სქემა რა და არავის არ აჩვენებს და კამათით და ჩხუბით იწყება პირველივე თავები რა, რაღაცები. შეიძლება კიდე წავიკითხოთ მე ერთი-ორი თავი, მაგრამ უბრალოდ იქ რაღაცები დასაზუსტებელია. პლუს იქ ერთი ებრაელი მასონია, გილი ჰადარი რა, რომელსაც შემოგზავნილი ყავს აქ, რა თქმა უნდა, ჯაშუში, თვითონ ამ გარნიზონში. ეს ჯაშუში არის რივერი, ანუ დინარის სახელი რივერი, დინარი ხო არის რივერი. რივერი არის ესეთი პერსონაჟი, შემოგზავნილი ყავს რა და ძალიან ჩახლართული სიტუაცია. მოგეთ და აფეთქებენ ამ ტექნიკით აფეთქებენ და უნდა ჩავიდნენ და მთელი ამბებია იქ რა. და აქ დარჩენილი არის, ესე იგი, ტყეებში აი როგორც ვიღაცა გაველურებული პერსონაჟი არის, რომლის ვინაობას ჩვენც ვერ ვიგებთ ბოლომდე და
მებრძოლები მას უწოდებენ ანუ ტყეში დარბის და ამ ბრაკონიერების რაზმებს ხოცავს რა. ერთი კაცი ხოცავს რაზმებს. და სახელიც არ იციან, არაფერი არ იციან და ესეთი ჭორებიც კი დადის, რომ როცა ხალხს ხოცავს, ესე შორიდან თითქოს დაუნახავთ, რომ თმები ჟღალად უკიაფთება რა და შეარქვეს ჟღალთმიანი. ანუ მკითხველი მას ეს არის ბრაკონიერებზე მონადირე რა. მკითხველი მას გაიცნობს როგორც ჟღალთმიანს რა. არც სახელი ვიცით და არაფერი. ეს ჟღალთმიანი დაძდევს გარკვეულ მოჩვენებასავით ფანტომია, რომელსაც ქვია ბენი. აი ბენი არის ზუსტად აი ამ პერსონაჟის სახელი, რაც ამ ჩემ YouTube და TikTok არხებს ქვია და ეს ბენი არის ესე ვთქვათ მოჩვენებასავით რა, რაღაც მოგეთ ამ ჟღალთმიანის ფანტაზიის რაღაც ტიპის ნაყოფია და ახლა არ დაგასპოილერებთ და მე ნახავთ რა არის და როგორ არის რა. და ამ ბენის დაძდევს რა. ორი საქმე აქვს ამ ჟღალთმიანს. ხოცოს ბრაკონიერები და თან ამ ბრაკონიერების ხოცვაში რაღაცას ეძებს, ისიც რაღაცას ეძებს, თითქოს საკუთარ თავს ეძებს რა. წარსული არ ახსოვს, გონება წაშლილი აქვს, გაველურებული და ანუ თითქმის არის მეტა ადამიანი რა. და მოგეთ რაღაცას სასწაულებს შვება და ესენი თან ხალხი ეხოცება თამათ. ესეთი მომენტებია. და თან კვლევაძიება მიდის. თან იქ და პლუს ამ ბრაკონიერებს აქვთ ესეთი სიტუაცია რომ გალიებით დაყავთ ცხოველები და ანუ ისინი არიან რა მანიაკები არიან ჩვეულებრივი და ამ ცხოველებს აწამებენ რა. სხვადასხვა სახის წამებები მიდის რა ამ ცხოველების. ხო და მოკლედ ხო და რადგან მე ამ იმას რა დაახლოებით სცენარში წიგნის შუაში ესეთი რაღაცა მოხდება რომ გაჩნდება იდეა ერთი ყავთ ძალიან სუფთა ცხოველი რა ასე ვთქვათ იმ ცხოველებს შორის გამორჩეული სამეფო შველი არსებობს ესეთი სამეფო გვირგვინი ანუ სამეფო რქებიანი შველი ბუნებაში ეგეთი არის და განსაკუთრებული ხავერდოვანი ესეთი მასალის ხავერდოვანი რქები აქვს რა იმ სამეფო შველი რომ დაგუგლოთ ნახავთ რა და ეს ყავთ განსაკუთრებული სიტუაციისთვის გადანახული და მოგეთ წიგნის შუაში ეგეთი რაღაცა მოხდება რომ მიწის ქვეშ ერთ-ერთ პირამიდას რო აღმოაჩენენ გაჩნდება ესეთი იდეა რომ რადგან ესე იგი ამ ჟღალთმიანს ვერ იჭერენ და ვერ კლავენ და ვერ ანადგურებენ რომ გარკვეული ესე თქვა მითიური ანუ ტყეების მითიური ძალები ხა სახლების დემებს არ ვიტყვი რომ ტყეების მითიური ძალები დაეხმარნონ ამ გარნიზონებს და რომ გაჩნდება იდეა რომ სხვერპლად შეწირონ ეს სამეფო შველი და კერპთაყვანისმლური სატანისტური რიტუალი ჩატარდება ამ პირამიდის თავზე და ნუ ის თავი არის ისეთი რომ გასკდება ადამიანი ტირილით რა ბიჭია გოგოა მნიშვნელობა რა ტირილით გასკდებით ისეთი რაღაცები წერია ხო და მოგეთ ამ სამეფო შვილს აიყვანენ რა ამ პირამიდაზე და მოკლავენ რა მსხვერპლად შეწირავენ ამ მითიურ ესე ვთქვათ არსებებს რა და აქ რას იმიტომ ვახსენე რომ აქ არის ნახსენები ეს თავი და აქ არის შუაში არის გარდამავალი ეტაპი რა და ჟღალთმიანის სუპერგმირობის გზა აი სუპერგმირობის გზაზე დამდგარი ჟღალთმიანი ეს როგორც პერსონაჟი რა გზას გადის რა აი დაახლოებით კრისტიან ბეილის ბეტმენი რო არის რა კრისტოფერ ნოლანის ბეტმენი რო არის კრისტიან ბეილი რო თამაშობს რა დაცემისა და ადგომის გზები რა როგორ ხდება ადამიანის სუპერგმირი ამ საკუთარი თავის ძიება ბავშვობის შიშების გახსენება და მოგეთ ძალიან რთული ფსიქოლოგიური წიგნია თვითონ თავი ხეს პატარა მაგრამ შუა ნაწილია რა ამ თავს ქვია ზოგჯერ გმირობაც რთულია და წაგიკითხავთ პირდაპირ და მორჩა რა დანჩეს მე ნახავთ იმედია შევძლებ რომ დავამთავრო და გამოვცე ეს წიგნი იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ წიგნის წერას მიეძღვნა და იმედია შევძლებ იმიტომ რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული გარკვეული ინფორმაციებს ველოდები რომ დავამატო რა აი გრამატიკული შეცდომები არამე თუ იქნება ისეთი მე ჩასწორდება დარედაქტირებული არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონი ნორმალურია აი დავიწყებ ზოგჯერ გმირობაც რთულია ცხოველებზე ძალმომრეობის კრებულს გადაადგილება ჭირივით ეზარებოდა
ამიტომაც მომენტებში ქარავანი კუს ნაბიჯებით მიუყვებოდა იმ ქვეყნის საზარელ სანახაობას, სადაც გამხმარი ტყეების მასივები დამშრალი მდინარის კალაპუts გარშემო რომ შემოეკრიბა. მსუბუქად შეკრული ბამბუკის მოძრავი ხუხულა სახლები ცხენების ძალით გაქაჩვით მიიტალღებოდნენ და ფართო ჰორიზონტს მეჩხერულად ანაგვიანებდნენ. ბრაკონიერების ჩვეული ყაყანი საქართველოს მისტიურ დაღუპულობას მცირე საუბრებით შეეცვალა და ახლა მხოლოდ კულისებს მიღმა ყბედობით ჩაენაცვლებინა. აქ ერთადერთს ცხენებს არ აწამებდნენ, ისიც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ გარეშე ქარავნის მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ მათზე ზედმეტი ძალით გადაკრული მათრახი მაინც შეიცავდა სისასტიკის ნიშნებს. დანარჩენი კი ღამღამობით ხშირად გაიგონებდით ცხოველთა კვნესას, გარნიზონს უხილავ ფარადრომეკრა გამუდმებით. ბოლომდე მაინც არავინ იცოდა, რას უკეთებდნენ ასეც იმ ცოცხალ არსებებს, რომლებიც ოდესღაც ადამიანთა მეგობრებად მიიჩნეოდნენ. ალბათ რაღაც ცოტაოდენ ისეთი, რაც ადამიანის ფანტაზიას შეესაბამებოდა და უმეტესად კი იმაზე მეტი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ეს ცხოველთა წამებაში დახელოვნებული საზოგადოება ამ დონემდე ერთ დღეში არ დაცემულა. ამას ბევრი მორალური წესრიგის დარღვევით მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ ყოფილი ვითომ მონადირეები, ნადირობის სეზონის დასაწყისში უკვე რომ მომთავრებული ჰქონდათ დაბუდებული ფრინველების ამოხოცვა და ის ყოფილი გარემოს დამცველები, რომლებიც სანადირო წესრიგისგან მოუწოდებდნენ სხვებს და ამ დროს კი თავად მუსრს ავლებდნენ სხვენში გადანახულ ნუგბარს, გადამფრენი ფრინველებისა და მიგრაციულ ცხოველთა ჯოგების სახით, რომ ამოტივტივდებოდნენ ხოლმე მათი სანადირო თოფების სამიზნეებზე. მათ საკუთარი წილის სამოღვაწეო ასპარეზი უკვე გავლილი ჰქონდათ და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს თავიანთი თავები. მიხვდნენ, რომ ტერმინი ბრაკონიერობა არა ბუნების კანონის დამრღვევ პირს, არამედ უფრო მეტს ნიშნავდა. მეტს ვიდრე უბრალო მოკვდავთათვის ენაზე გასაგებ პაექრობას ბუნებასთან. მათ წარმოდგენაში ეს ცხოვრების ის ხილული შრეები იყო, სადაც ისინი უნდა ყოფილიყვნენ ცილოვანი რესურსის გამკარგველები. ესენი იყვნენ, ვინც უმანკო კრავივით დაკლეს სამეფო შველი. შემდგომ კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს ცხოვრება. დღისით ბრაკონიერული ვაჭრობა ერთმანეთში ცხოველთა ტყავისა და საკვების აღემბიცემობაში გამოიხატებოდა. ყასბები, მზარეულები და დელიკატესებზე გაგიჟებულები ხორცის დამუშავებასა და მომზადებაში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ქალები ცხოველთა ძვლებისგან სამკაულებს ამზადებდნენ და შემდეგ ქარავნის მაცხოვრებელთა ჩაცმის სტილს მიუსადაგებდნენ. დუღდა ცხოვრება, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირსისხლიან მკვლელთა კრებულში. ჯერჯერობით არავინ იყო მომკითხავი და არც არავინ პასუხისგამცემი. სად იყო ახლა ის, ვინც ხელიდან გამოსტაცებდა სიკვდილის ცხოველის რითმულ გულისფეთქვას? რომელი ხის უკან იმალებოდა ის ერთადერთი, ვისაც ამ გადამწყვეტ მომენტში შეეძლო შველისთვის სრემლი შეეშრო? ჟღალთმიანი? ის იქნებ კვლავ ბენიზე ადევნებული, თავის ილუზიებში ყურყუმალაობდა და არ იცალა ესოდენ მნიშვნელოვანი რიტუალებისთვის. იყო კი სიმართლის მატარებელი ადამიანი ჟღალთმიანი? იყო თუ არა ის იმ გმირების სერიიდან ხშირად ბოროტებაზე რომ იმარჯვებდნენ კომიქსის ფერად ფურცლებზე? იყო კი ის მამაცი მეომარი, რომელიც ესოდენ რთულად, მაგრამ მაინც შეაკავებდა და თავის თავში დაიმარხავდა იმ მითოლოგიურ სიზუსტეებს, საქართველოს მისტიურ წარსულს რომ ახლავდა თან? ადამიანების ცნობიერებაში კითხვები მრავლდებოდნენ, ხოლო პასუხები გონების მიღმა გამოქვაბულში გამოკეტილნი რაღაცის აფეთქებას ელოდნენ, რათა თავი დაეღწიათ მტანჯველი მოლოდინებისაგან და საზოგადოებაში სინათლის მომფენ მახარობლებად გამოსულიყვნენ. იქნებ ის ჯერ კიდევ არ იყო კარგად ჩამოყალიბებული თავის თავში. იქნებ ერთეული ცხოველის მტარვალების ხელიდან გამოგლეჯვა არ იყო საკმარისი გლობალური პრობლემის გადასაჭრელად. იქნებ დიდი მასშტაბის საფრთხეს უკვე გამოძერწილი გმირის მკლავი და მარჯვენა სჭირდებოდა შესაკავებლად და არა ილუზიებით გამოტენილი ტვინის მოქმედებები. საშიშროება მეტასტაზივით ჩქარა იზრდებოდა. მოასწრებდა კი ჟღალთმიანი ამ ყველაფრის არსში კარგად ჩაწვდომას ან გააზრებას. თავის მესძიებაში ტყე-ტყე მოხეტიალე შეძლებდა კი უკვე გამოჩეკილი წიწილის უკან კვერცხში დაბრუნებას. მთის წვერიდან ლოდი უკვე დაგორებულიყო და ბევრს მოიყოლებდა ქვეშ. გმირობის კვარცხლბეკზე წონასწორობის დარცვა არც ისე იოლი ჩანდა. იყო კი მზად ჟღალთმიანი იმისთვის, რომ მტკიცედ განეგრძო თავისი მისია? ვინ იცის?